გამარჯობა, მე ნიკა ვარ და დღეს ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს. 60 წლის ასაკის შემდეგ, როცა ფეხებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა, ყველაზე ხშირად ერთ რჩევას გვთავაზობენ: მეტი იარეთ. ეს რჩევა თითქმის ყველასთვის ცნობილია და დიახ, სიარული ნამდვილად სასარგებლოა თქვენთვის. ამიტომ მინდა თავიდანვე გითხრათ, სიარულის შეწყვეტა არავითარ შემთხვევაში არ ღირს. მაგრამ არსებობს ერთი კონკრეტული მექანიზმი, რომელიც რეალურად აბრუნებს სისხლს ფეხებიდან გულისკენ და ჩვეულებრივი სიარული მას ძლივს რთავს ჩართული რეჟიმში. მე ვარ დოქტორი ნიკა. წლების განმავლობაში ვუვლიდი ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს სწორად აკეთებდნენ, ყოველდღე დადიოდნენ, ღამით ფეხებს ბალიშზე იდებდნენ, ატარებდნენ ექიმის მიერ დანიშნულ კომპრესიულ წინდებს და მაინც ჩემს წინ ისხდნენ ცივი ფეხებით, საღამოს შეშუპებული ტერფებით, წვივებში წვის შეგრძნებით და საშინელი არასტაბილურობის განცდით, როცა ადგომას ცდილობდნენ. ისინი ყველაფერს სწორად აკეთებდნენ, მაგრამ პრობლემა არ იძვროდა და ვერც ხვდებოდნენ რატომ. სწორედ ეს არავის აუხსნია მათთვის. 60 წლის შემდეგ სისხლის მიმოქცევის დარღვევა არ არის უბრალოდ დისკომფორტი, რომელსაც უბრალოდ ეგუები. როცა სისხლი ფეხებში კარგად არ მოძრაობს, პატარა ჭრილობები და წყლულები ნელა ან საერთოდ არ ხორცდება. ისინი ინფექციად იქცევა, ხოლო ყველაზე მძიმე შემთხვევებში ადამიანი კარგავს ფეხის თითებს ან თავად ტერფს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სიგნალია იმისა, რომ გულსა და არტერიებს დატვირთვა აძლევს. 70 წლის ასაკში ზრდასრულთა თითქმის 1/5-ს აღენიშნება ის, რასაც ექიმები პერიფერიულ არტერიულ დაავადებას უწოდებენ, ანუ ფეხების მკვებავი არტერიების შევიწროებას. და მათი უმეტესობამ ჯერ არ იცის, რომ ეს პრობლემა უკვე აქვს. ამიტომ ღირს ამის კარგად გააზრება. და თუ უკვე აპირებთ ვიდეოს დატოვებას იმ ფიქრით, რომ ეს ყველაფერი უკვე ვიცი, მეტი უნდა ვიაროთ, ფეხები მაღლა ავწიოთ, წყალი დავლიოთ. გთხოვთ, დამითმეთ 2 წუთი. ღამის ცივი ფეხების მიზეზს დღეში გადადგმულ ნაბიჯთა რაოდენობასთან თითქმის არანაირი კავშირი არ აქვს. საქმე ერთ კონკრეტულ კუნთშია, რომელზეც ადამიანების უმეტესობა არასდროს დაფიქრებულა. და როგორც კი გაიგებთ, როგორ ჩართოთ ის სწორად, გამოსწორება გაცილებით მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ეს კუნთი თქვენი წვივის კუნთია. ექიმები მას წვივის კუნთის ტუმბოს უწოდებენ, ბევრი კი უბრალოდ მეორე გული. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ზუსტად ასეა. ყოველ ჯერზე, როცა წვივის კუნთი იჭიმება, ის აწვება ქვედა კიდურის ღრმა ვენებს და ფიზიკურად უბიძგებს სისხლს ზემოთ, გრავიტაციის საწინააღმდეგოდ, გულისკენ. ამ ვენებში არსებული პაწაწინა ცალმხრივი სარქველები ყოველი ბიძგის შემდეგ იხურება, რათა სისხლმა უკან არ დაიწიოს. ეს ნამდვილად ტუმბოა, თქვენი მეორე გული, რომელიც მუშაობს ყოველ ნაბიჯზე. პრობლემა ის არის, რომ 60 წლის შემდეგ ამ ტუმბოს მდგომარეობა უარესდება. ვენების კედლები სუსტდება და იჭიმება, პაწაწინა სარქველები იწყებენ გაჟონვას, ხოლო თავად წვივის კუნთი კარგავს ძალას, განსაკუთრებით მაშრებით მაშინ თუ დრის დიდ ნაწილს ჯდომაში ატარებთ, რასაც ჩვენი უმეტესობა სწორედ ასე აკეთებს. ტუმბო ნელდება, სისხლი კოჭებში ჩერდება, აწევის ნაცვლად. შეშუპება მატულობს, ფეხები ცივდება და კანი იწყებს ჟანგბადის დეფიციტს. რაც უფრო ნაკლებად მოძრაობთ, მით უფრო სუსტდება ტუმბო და ეს კიდევ უფრო ამცირებს მოძრაობის სურვილს. ასე იბადება ნელი, დაღმავალი სპირალი, რომელშიც ბევრი ადამიანია ჩართული, თუმცა ამის აღიარებაც კი არ სცალია. კარგი ამბავი ისაა, რომ ამის გამოსწორება საერთოდ არ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენ ნაბიჯს დგამთ დღეში. ის დამოკიდებულია რამდენიმე ძალიან კონკრეტულ მოძრაობაზე, რომლებიც ფიზიკურად აბრუნებენ სისხლს იქ, სადაც უნდა იყოს. მე გაგაცნობთ 5 ასეთ მოძრაობას, თანმიმდევრობით, 5-დან 1-მდე. თითოეული მათგანი აკეთებს იმას, რასაც წინა ვერ აკეთებდა, ხოლო ყველაზე ძლიერ მოძრაობას ბოლოსთვის ვინახავ. ეს არის ერთადერთი ვარჯიში, რომელსაც მთელ მსოფლიოში სისხლძარღვთა რეაბილიტაციის პროგრამები 60 წლის შემდეგ სისხლის მიმოქცევის აღსადგენად ყველაზე მეტად ეკრდნობა. თუ ამ ვიდეოდან მხოლოდ ერთ რამეს გამოიტანთ, სასურველია ის იყოს. თუმცა ბევრად უკეთ გაიგებთ, თუ თანმიმდევრობით გავივლით ყველა მოძრაობას. სანამ უკუთლას დავიწყებთ, მინდა ერთი რამ ნათლად გითხრათ. ყველაფერი, რასაც ახლა გაჩვენებთ, ბევრად უფრო დიდი სურათის ერთი ნაწილია. სწორედ პატარა ყოველდღიური ჩვევებია, რომლებიც ჩუმად წყვეტენ 80 წლის ასაკშიც კი ძლიერად იმოძრავებთ, თუ 70 წელს ხელჯოხით შეხვდებით. ამიტომ ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში ჩემს პაციენტებს ვეუბნებოდი მობილურობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესახებ, ერთ მარტივ გეგმად შევკარი. ამან უკვე ათასობით ადამიანს დაეხმარა, 60 წლის შემდეგაც სულფასონად ეცხოვრა. ბმული ამ გეგმაზე ეკრანზეა, არაფრის ჩაწერა არ დაგჭირდებათ და მე არასდროს გაიძულებთ, ვებგვერდის მისამართი ხმამ აღლა წაიკითხოთ. მოძრაობებამდე მინდა ერთ ადამიანზეც მოგიყვეთ, მას ლორეინს დავარქმევ. სინამდვილეში ეს სახელი რამდენიმე პაციენტის შეჯამებული სახეა, რომლებზეც წლების განმავლობაში ვზრუნავდი, ასე რომ არავის კონფიდენციალურობა საფრთხეში არ დგას. ლორეინი 71 წლის იყო, თავად მართავდა მანქანას და კვირაობით შვილიშვილებს მასპინძლობდა. მაგრამ მისი ფეხები ყოველ ღამე ზაფხულის შუაგულშიც კი ცივი იყო, ხოლო ვახშმის დროისთვის ტერფები ცომივით შესივდებოდა. წლების განმავლობაში ერთგულად დადიოდა დრეში 1 მილზე მეტს და ჩუმად წუხდა, რომ ეს არ შველოდა. დაიმახსოვრეთ ლორეინი. ის, რაც საბოლოოდ შეეცვალა, სწორედ ამ ვიდეოს მთავარი აზრია. დავიწყოთ უკუთვლა, მეხუთე ადგილიდან. კოჭის ტუმბოები. ეს მოძრაობა თითქმის ძალიან მარტივი გვეჩვენება იმისთვის, რომ ვინმეს დრო დაუთმოს და ხშირად სწორედ ამიტომ გამოტოვებენ.
სინამდვილეში ეს ხშირად პირველი მოძრაობაა, რომელსაც პაციენტს ურჩევენ ფეხის ოპერაციის შემდეგ, ჯერ კიდევ ადგომამდე. ზუსტად იმიტომ, რომ ხელს უშლის სისხლის დაგროვებას შეხორცების პროცესში. მისი მოქმედების პრინციპი მარტივია. როცა ტერფს ზემოთ და შემდეგ ქვემოთ მიმართავთ, წვივი მონაცვლეობით იჭიმება და დუნდება. ეს მოძრაობა აწვება ვენებს და აადგილებს სისხლს, რომელიც ტერფების გარშემო იყო გაჩერებული. 2025 წელს Journal of Orthopedic Surgery and Research-ში გამოქვეყნებულმა მიმოხილვამ 16 დამოუკიდებელი რანდომიზებული კვლევა შეაჯამა და დაადასტურა, რომ ტერფის მარტივი ტუმბოს ვარჯიშმა გააუმჯობესა სისხლის ნაკადი ფეხში და შეამცირა ქვედა კიდურების შეშუპება ხანდაზმულ ადამიანებში, დგომის ან სიარულის საჭიროების გარეშეც კი. თავარია ეს ნელა კონტროლით და ხშირად შეასრულოთ. სწორად შესასრულებლად დაჯექით სკამზე ისე, რომ ფეხები მთლიანად იატაკზე ეყრდნობოდეს. ფეხის თითები წვივისკენ ასწიეთ, ქუსლები კი იატაკზე დატოვეთ. შემდეგ საპირისპირო გააკეთეთ. ფეხის თითები დააჭირეთ იატაკს, ქუსლები კი ისე აწიეთ, თითქოს გაზის პედალს აჭერდეთ. ეს ერთი გამეორებაა, შეასრულეთ ნელა და გააზრებულად. მიზანია დღეში 2-3ჯერ 20-დან 30-მდე გამეორება. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ტელევიზორის ყურებისას, კითხვისას ან სამზარეულო შეში ჩაიდნის მოლოდინში. მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ. დაფიქრდით, რამდენ დროს ატარებთ მანქანაში, სუფრასთან ან სარამოს სავარძელში. სწორედ ეს დროა, როცა წვივის კუნთის ტუმბო გამორთულია და სისხლი ფეხებში გროვდება. კოჭის ტუმბოები ამ ტუმბოს ამუშავებს ადგომის გარეშეც. სიარული თავისი ბუნებით იმპულსურია, თქვენ წინ ეცემით და თავს იჭერთ, ამიტომ წვივი ხშირად ბოლომდე ვერც კი იჭიმება. კოჭის ტუმბოებში კი კუნთი ბოლომდე იკუმშება და აწვება, რაც ნიშნავს უფრო თბილ ტერფებს, ნაკლებ შეშუპებას და ნაკლებ ზეწოლას მკიფე ვენებზე. ეს ასევე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საწყისი წერტილია. თუ ტკივილი, წონასწორობის დარღვევა ან უბრალო დაღლილობა გიშლით ხელს დიდხანს ფეხზე დგომაში. მაგრამ კოჭის აწევა მხოლოდ სისტემას აღვიძებს. შემდეგი მოძრაობა ფეხის უფრო მაღლა მდებარე, უფრო დიდ კუნთებს მოიცავს. მეოთხე ადგილი. ჯდომარე ფეხის აწევა. თუ ფიქრობთ, რომ ჯდომამ ეს მარტივი უნდა გახადოს, თქვენი ფეხები დაახლოებით 10 წამში სულ სხვა ამბავს მოგახსენებთ. როცა ფეხს წინ სწორად აწევთ და ამ პოზიციაში აჩერებთ, ააქტიურებთ ბარძაყის წინა ნაწილის აი რაც ამას განსაკუთრებულს ხდის, გერიატრი ექიმები აკვირდებიან სიარულის სიჩქარეს, უბრალოდ რამდენად სწრაფად დადიხართ. ისინი მას მე-6 სასიცოცხლო ნიშანს უწოდებენ. პულსისა და არტერიული წნევის გვერდით, რადგან სიარულის სიჩქარე განსაზღვრავს დაცემის რისკს, დამოუკიდებლობის ხარისხს და სიცოცხლის ხანგრძლივობასაც კი. როცა სიარულის სიჩქარე იკლებს, ეს ხშირად ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშანია იმისა, რომ სხეული ჩუმად კარგავს ძალას. სწორედ ამ კუნთების გაძლიერებაა თქვენი დაცვის საშუალება ამ პროცესისგან. აი როგორ შეასრულოთ. დაჯექით მტკიცე, მკარ სკამზე, ზურგი მჭიდროდ მიაბჯინეთ საზურგეს და ორივე ფეხი მთლიანად იატაკზე დადეთ. ნელა ასწიეთ ერთი ფეხი პირდაპირ წინ, მუხლი მაქსიმალურად გასწორებული თონდეთ. შეაჩერეთ 2 წამი. შემდეგ ნელა ჩამოწიეთ, ისე რომ ფეხი უბრალოდ არ ჩამოვარდეს. ეს ერთი გამეორებაა. შეასრულეთ 10-დან 15-მდე გამეორება ერთ ფეხზე, შემდეგ გადადით მეორეზე. დეტალი, რომელსაც თითქმის ყველა უგულებელყოფს, არის ზურგი, მჭიდროდ მიბჯენით სკამს, რათა სხეულის ხევით ან ინერციით არ მოიტყუოთ თავი. ზუსტად ეს აიძულებს სწორ კუნთებს იმუშაონ და აქედან მოდის სისხლის მიმოქცევის სარგებელი. როცა უფრო მარტივი გახდება, დაამატეთ მსუბუქი წინააღმდეგობა, მსუბუქი კოჭის სამაგრი წონა ან ტერფზე შემოხვეული ელასტიური ზოლი. თუნდაც 450 გრამმა შეიძლება რეალური განსხვავება შექმნას. კუნთები ნებისმიერ ასაკში კარგად რეაგირებენ ნაზ სტაბილურ დატვირთვაზე, ხოლო ხანდაზმული ადამიანები ხშირად უფრო სწრაფად პროგრესირებენ ვიდრე ელოდნენ, უბრალოდ იმიტომ, რომ უფრო დაბალი საწყისი წერტილიდან იწყებენ. ეს მოძრაობა ამაგრებს იმ ძალას, რომელიც სიარულის საშუალებას გაძლევთ და აადგილებს სისხლს ზედაწვივში ისე, როგორც მხოლოდ კოჭის ტუმბოებს არასდროს შეუძლიათ. მაგრამ ძლიერი ბარძაყებიც კი ვერ დაგიცავთ, თუ თქვენი წონასწორობის სისტემა ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა. აქედან მოდის მესამე მოძრაობა. მხარდაჭერით წვივის აწევა. ეს მოძრაობა ერთდროულად ავარჯიშებს როგორც სისხლის მიმოქცევას, ისე წონასწორობას, ხოლო ბალანსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს, შეინარჩუნებს თუ არა ადამიანი დამოუკიდებლობას. დაბერების ეროვნული ინსტიტუტი ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანია. ქვედა კიდურის კუნთების სიძლიერის შენარჩუნება ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ასასაკის მატებასთან ერთად, მობილურობის შესანარჩუნებლად, სკამიდან და დივნიდან დამოუკიდებლად ასადგომად და კიბეზე დახმარების გარეშე ასასვლელად. თქვენი წვივები ამ პროცესის ცენტრშია. ყოველი შეკუმშვისას ისინი აწვება ღრმა ვენებს და სისხლს გრავიტაციის საწინააღმდეგოდ ზემოთ სწევენ. სუსტი წვივები სისხლს გუბების საშუალებას აძლევს, შეშუპება მატულობს და წონასწორობის რეაქციები ნელდება. შედეგად, ჩვეულებრივი ფეხის წამოკვირა ბევრად უფრო ადულად გადაიზრდება სერიოზულ დაცემაში. 1 წუთით შევჩერდები, რადგან პატარა თხოვნა მაქვს. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლო აღმოჩნდა, გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ მოწონებას და კომენტარში მომწერეთ ამ 5 მოძრაობიდან რომელს დაიწყებთ დღეს.
გითხულობ ყველა კომენტარს და თქვენი გამოხმაურება ნამდვილად მეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რა ვიდეოებს მოგამზადებთ შემდეგ. დაუბრუნდეთ ცვივებს. მხარდაჭერით წვივის აწევის შესასრულებლად დადექით მყარი სკამის ან სამზარეულოს დახლის უკან და ხელები მსუბუქად დაადეთ, წონასწორობისთვის. ფეხები თეძოს სიგანეზე დააშორეთ. ნელა ასწიეთ ტერფის წინა ნაწილზე. ქუსლები რაც შეიძლება მაღლა, რამდენადაც კომფორტულია. ზედა წერტილში შეჩერდით 2-3 წამით. თვალები პირდაპირ წინ გქონდეთ მიმართული, არა ტერფებზე. შემდეგ ნელა სრული 3 წამის განმავლობაში დაეშვით უკან. ეს ერთი გამეორებაა. ნამდვილი ეფექტი სწორედ ნელი ტემპითა და ზედა წერტილში მოკლე პაუზით მიიღწევა. ეს აიძულებს წვივის კუნთებსა და წონასწორობის სისტემას ერთად იმუშაონ, ზუსტად ისე როგორც უნდა მოხდეს, როცა ფეხის შემთხვევით წამოკრას წააწყდებით. დაიწყეთ 10 გამეორებით და თანდათან ძალის მატებასთან ერთად 20-დან 25-მდე გამეორებამდე მიიყვანეთ. სულ რამდენიმე კვირაში ეს ერთი მოძრაობა ერთდროულად აუმჯობესებს ტერფის სტაბილურობას, სისხლის მიმოქცევასა და რეაქციის სისწრაფეს, ყოველგვარი ზედმეტი დატვირთვის გარეშე, მუხლებსა თუ თეძოებზე. წლების განმავლობაში ჩემს პაციენტთა უმეტესობისთვის სწორედ ეს იყო პირველი ვარჯიში, რომელმაც პირველად აგზნობინა თავი მართლა მტკიცედ ფეხზე. მაგრამ ორივე ფეხზე დგომა უფრო მარტივი ვარიანტია. მეორე მოძრაობა სწორედ ამ საკრდენს გაცილებით უფრო რთულ გამოწვევად აქცევს. ცალ ფეხზე დგომა. სანამ ამ ვარჯიშს მხოლოდ წონასწორობასთან დააკავშირებთ, სისხლის მიმოქცევასთან არავითარი კავშირის გარეშე, მოდით გაგიზიაროთ ერთი მონაცემი, რომელმაც სრულად შემიცვალა შეხედულება ამაზე. 2022 წელს ჟურნალ British Journal of Sports Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც 1700-ზე მეტ ზრდასრულს რამდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდა, აჩვენა. ვინც ვერ ახერხებდა ერთ ფეხზე მხოლოდ 10 წამის განმავლობაშიც კი დგომას, მომდევნო წლებში სიკვდილიანობის რისკი 84%-ით მაღალი ჰქონდა, მათთან შედარებით, ვისაც ეს შეეძლო. 84%. და ირად ყოველთვის მაოცებს, 70 წელს გადაცილებულთა შორის, ნახევარზე ნაკლებმა შეძლო ამ მარტივი ტესტის ჩაბარება. ეს 10-წამიანი ბალანსის ტესტი მკვლევარებს ადამიანის მომავალი ჯანმრთელობის შესახებ მეც ეუბნებოდა, ვიდრე თითქმის ნებისმიერი სხვა გაზომილი მაჩვენებელი. სინამდვილეში შეგიძლიათ ეს ტესტი ახლავე, ფრთხილად სცადოთ, სამზარეულოს დახვთან ან მყარ სკამთან. დადექით სწორად, ერთი ხელი ახლოს დაიჭირეთ, საჭიროების შემთხვევაში დასაყრდენად. ასწიეთ ერთი ფეხი იატაკიდან მხოლოდ 1-2 სანტიმეტრით და შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა 10 წამის განმავლობაში სტაბილურად, საკრდენს მიუჭერლად დგომას. ეს ერთდროულად ტესტიცაა და ვარჯიშიც. სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების მიზეზი ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, დროზე. სანამ ერთ ფერზე დგახართ, თქვენი წვივის, კოჭის, თეძოსა და ღეროს კუნთები მუდმივად უნდა იკუმშებოდნენ, რათა ვერტიკალურად შეინარჩუნოს სხეული. კუნთების ეს გახანგრძლივებული მდგრადი შეკუმშვა მთელი ამ დროის განმავლობაში წვივის ტუმბოს აქტიურად აჩერებს, სისხლს ზემოთ უბიძგებს და არ აძლევს საშუალებას ტერფებში დაილეკოს. ჩვეულებრივი სიარული ამას თქვენი კუნთებისგან არასდროს მოითხოვს. ერთ ფეხზე მხოლოდ წამის ნაწილს რჩებით, სანამ მეორეზე ნაბიჯს გადადგამთ. ცალ ფეხზე დგომა კი აიძულებს ტუმბოს დარჩეს ჩართული და სწორედ აქ ერწყმის ერთმანეთს სისხლის მიმოქცევა და დაცემის პრევენცია. როცა წონასწორობა უარესდება, ადამიანები ბუნებრივად იწყებენ ნაკლებ მოძრაობას. მოძრაობის შემცირებასთან ერთად სისხლის ნაკადი ნელდება, შეშუპება მატულობს, ფეხები უფრო მტკივნეული ხდება, თავდაჯერებულობა იკლებს და ზემოთ ნახსენები დაღმავალი სპირალი გრძელდება. ვარჯიშის შესასრულებლად დადექით დახვთან ან კედელთან და უსაფრთხოებისთვის ერთი ხელი მსუბუქად დაადეთ. წონა გადაიტანეთ ერთ ფეხზე, ხოლო მეორე ფეხი იატაკიდან სულ რაღაც 1 სანტიმეტრით აწიეთ. მაღლა აწევა საჭირო არაა. დადექით სწორად, თვალები წინ გქონდეთ მიმართული და მოერიდეთ ფეხის თითების მოხრას იატაკის მოსაჭერად. შეინარჩუნეთ ეს პოზიცია 20-დან 30 წამამდე განმავლობაში. ნორმალურად სუნთქეთ, შემდეგ შეცვალეთ ფეხი, ეს ერთი სრული ნაკრებია. დაიწყეთ თითოეულ მხარეს 2 ნაკრებით. ვარჯიშის გამარტივებასთან ერთად თანდათან ნაკლებად დაეყრდენით ხელს, სანამ საბოლოოდ არ შეძლებთ ხელის დახვთან ახლოს, მისი შეხების გარეშე დაჭერას. კუნთების ეს გახანგრძლივებული სტაბილური შეკუმშვა უზრუნველყოფს სისხლის ეფექტურ მოძრაობას და ავარჯიშებს ნერვულ სისტემას, რათა უფრო სწრაფად რეაგირებდეთ დაბრკოლების შემთხვევაში. თუმცა თავად წონასწორობაც კი ვერ უზრუნველყოფს ჯანსაღი სისხლის მიმოქცევის სრულ აღდგენას, ამისთვის საჭიროა წვივის კუნთის ტუმბოს ყველაზე ძლიერი ვერსია. და ეს გვაბრუნებს პირველ ადგილთან, წვივის ტუმბოში დგომასთან. ეს არის მოძრაობა, რომელსაც თავიდანვე გპირდებოდით. და როგორც კი გაიგებთ, რას აკეთებს ის თქვენს ფეხში, დაუყოვნებლივ მიხვდებით, რატომ ეყრდნობა მას მთელ მსოფლიოში სისხლძარღვთა რეაბილიტაციის პროგრამები, თითქმის როგორც სამედიცინო დანიშნულებას. ის ძალიან გავს მესამე ადგილის მოძრაობას, ერთი მცირე, მაგრამ ყველაფრის შემცვლელი განსხვავებით. ეს არის დაჭერა. ადგებით ფეხის წვერებზე და იქ, ამ პოზიციაში რჩებით. წვივის კუნთები მძლავრი წნევის ტუმბოსავით მუშაობენ, ხოლო ზედა წერტილში დაჭერა ინარჩუნებს ამ სრულ შეკუმშვას საკმარისად დიდხანს, რომ ტერფების გარშემო დაგროვილი სისხლი გაწმინდოს და გულისკენ დააბრუნოს. კოჭის ტუმბოები სისტემას აღვიძებს, ცალ ფეხზე პოზიცია ავარჯიშებს წონასწორობასა და კონტროლს,
მაგრამ ეს მოძრაობა სისხლის ყველაზე დიდ მოცულობას ამოძრავებს. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც არსებობს. Journal of Vascular Surgery-ში გამოქვეყნებულმა რანდომიზებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ფეხების ცუდი სისხლის მიმოქცევის მქონე ადამიანებმა, რომლებმაც შეასრულეს წვივის კუნთების აწევაზე ორიენტირებული მარტივი პროგრამა, მნიშვნელოვნად უფრო ხანგრძლივი სიარული შეძლეს ტკივილის დაწყებამდე. მათი უმტკივნეულო სიარულის მანძილი 10 მეტრით გაუმჯობესდა, ხოლო საერთო სიარულის მანძილი თითქმის 100 მეტრით გაიდრით გაიზარდა. მედიკამენტების ან სპეციალური აღჭურვილობის გარეშე. სწორედ ეს არის წვივის კუნთის ტუმბო, რომელიც ზუსტად იმას აკეთებს, რისთვისაც შეიქმნა. აი როგორ შეასრულოთ ეს უსაფრთხოდ. დადექით მყარი სკამის ან სამზარეულოს დახლის უკან, ხელები მსუბუქად დაადეთ წონასწორობისთვის, ფეხები თეძოს სიგანეზე დააშორეთ, ნელა ადექით ტერფების წვერებზე და ქუსლები რაც შეიძლება მაღლა აწიეთ კომფორტის ფარგლებში. შეინარჩუნეთ ეს პოზიცია ზედა წერტილში 3-დან 5 წამამდე განმავლობაში. ნორმალურად სუნთქეთ და თვალები წინ გქონდეთ მიმართული. შემდეგ დაახლოებით 3 წამის განმავლობაში ნელა დაეშვით და დაბრუნდით საწყის მდგომარეობაში. ეს ერთი გამეორებაა. დაიწყეთ 8-დან 10-მდე გამეორებით და თანდათან დროთა განმავლობაში 15-დან 20-მდე გაზარდეთ. მოძრაობა ყოველთვის კონტროლით შეასრულეთ, არასდროს იჩქაროთ, რადგან ვარჯიშის მთელი აზრი სწორედ დაჯერაშია. კუნთების ეს მდგრადი შეკუმშვა წვივის კუნთს სრულად ამუშავებს, სისხლს ზემოთ უბიძგებს, ამცირებს შეშუპებას და აძლიერებს ზუსტად იმ კუნთებს, რომლებსაც სხეული ეკრდნობა დაცემისას წონასწორობის შენარჩუნებისთვის. ვინაიდან ეს მოძრაობა არ მოიცავს ხტუნვას ან დარტყმას, ის საკმარისად ნაზია ართრიტის ან წონასწორობის დაქვეითების მქონე ადამიანების უმეტესობისთვის. თუ ერთი ხელი მუდმივად საკრდენ ზედაპირზე გექნებათ. ახლა კი მინდა მოგიყვეთ რა შეემთხვა ლორეინს, რადგან სწორედ აქ მოხდა ყველაფერი. ურჩიე შეეწყვიტა ყოველდღიური ნაბიჯების დათვლაზე ფიქრი და ამის ნაცვლად დღეში დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში ეს 5 მოძრაობა თანმიმდევრულად შეესრულებინა. ის ყოველ დილას სკამზე მჯდომარე ტერფის აწევით იწყებდა, შემდეგ ასრულებდა მჯდომარე ფეხის აწევებს. სანამ ყავას ადურებდა, სამზარეულოს დახთან წვივის აწევებს აკეთებდა. შემდეგ გადადიოდა ცალფეხზე წონასწორობის შენარჩუნებაზე და ბოლოს ასრულებდა ვავარჯიშს ფეხზე მდგომი წვივის ტუმბოს დაჭერით. გულწრფელი ვიქნები მისი შედეგების შესახებ, როგორც ყოველთვის ვარ. მისი სისხლის მიმოქცევა ერთ ღამეში 30 წლის ქალის დონემდე არავიდა და ასეთ რამეს არასდროს დაგპირდებოდით. მაგრამ რამდენიმე კვირაში მისი ტერფები საღამომდე შესამჩნევად ნაკლებად შესივდებოდა. ღამით მისი ფეხები უფრო თბილი გახდა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან თავად მითხრა, რომ აღარ ჰქონდა შეგრძნება თითქოს ყოველ ჯერზე დივნიდან ადგომისას წონასწორობას დაკარგავდა. ის ისევ სტაბილურად გრძნობდა თავს. ქალისთვის, რომელიც წყნარად დაცემის მუდმივი შიშით ცხოვრობდა, ამან ყველაფერი შეცვალა. სანამ დაგტოვებთ, ერთი მნიშვნელოვანი გაფრთხილება მაქვს. ბევრად სჯობს, ზედმეტად ფრთხილი იყოთ, ვიდრე რაიმე სერიოზული უგულებელყოფოთ. თუ ოდესმე იგრძნობთ უეცარ ძლიერ ტკივილს ერთ ფეხში, ან თუ ერთი ფეხი მოულოდნელად გახდება ფერმკრთალი, ცივი ან დაბუჟებული, ან თუ ფეხზე ან კოჭზე გაქვთ წყლული, რომელიც უბრალოდ არ ხორცდება, ნუ დარჩებით სახლში და ნუ შეეცდებით მის მკურნალობას ამ ვარჯიშებით. ეს სიმპტომები საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, რადგან შესაძლოა მიუთითებდეს არტერიის სერიოზულ ბლოკვაზე, რაც გადაუდებელი მდგომარეობაა. დღეს ნაჩვენები ყველაფერი განკუთვნილია ქრონიკული, ყოველდღიური სისხლის მიმოქცევის დარღვევისთვის და არა ამგვარი უეცარი, გადაუდებელი შემთხვევებისთვის. აი ისინიც, 5 მარტივი მოძრაობა, რომლებიც ააქტიურებენ თქვენს მეორე გულს და ეხმარებიან სისხლის ფეხებიდან უკან, გულისკენ დაბრუნებაში. მოკლედ დავიხსენოთ. მეხუთე, კოჭის მოძრაობები, წვივის კუნთის ტუმბოს გასააქტიურებლად. მეოთხე, მჯდომარე ფეხის აწევა, სისხლის ბარძახისკენ გადასაადგილად. ადგილებლად. მესამე, მხარდაჭერით წვივის აწევა, სისხლის მიმოქცევისა და წონასწორობის ერთდროული გასაუმჯობესებლად. მეორე, ცალ ფეხზე დგომა, კუნთების მდგრადი შეკუმშვისა და უფრო ძლიერი ბალანსისთვის. და პირველი, წვივის ტუმბოში დგომა, ყველაზე ძლიერი მოძრაობა და ის, რომელსაც უყოყმანო დავირჩევდი, თუ მხოლოდ ერთის რჩევა მომეთხოვებინათ. სხვათა შორის აგრძელეთ სიარული, ეს შესანიშნავი ჩვევაა და არასდროს მინდა შეწყვიტოთ. მაგრამ სიარული მარტო მნიშვნელოვან ხარვეს ტოვებს და ეს 5 მოძრაობა სწორედ ამ ხარვეზის შესავსებადაა. ისინი დღეში 15 წუთზე ნაკლებ დროს მოითხოვს, არაფერი ღირს და თითოეული შესრულება სახლში ტელევიზორის ყურებისასაც კი შესაძლებელია. სისხლის მიმოქცევა ერთ-ერთი იმ მცირე რიცხოვან ასპექტთაგანია დაბერების პროცესში, სადაც თქვენს ყოველდღიურ არჩევანს ნამდვილად დიდი გავლენა აქვს და ახლა უკვე იცით, როგორ აიღოთ ეს კონტროლი ხელში. თუ ეს ვიდეო სასარგებლო აღმოჩნდა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, რათა არც ერთი მომავალი ვიდეო არ გამოგრჩეთ. მოიწონეთ ვიდეო და კომენტარებში მითხარით ამ 5 მოძრაობიდან, რომლითაც დაიწყებთ პირველად. კარგად მოუვარეთ ფეხებს, მათ აქამდე მოგიყვანეთ და დღეში მხოლოდ რამდენიმე წუთით ისინი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეძლებენ თქვენზე ზრუნვას. მე ვარ დოქტორი ნიკა, შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.